მომყოფებით ქალაქ თბილისში ჩვენს ლამაზ დედაქალაქში, კერძოდ მაღაზია და ქსელი კალიბრის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში, იგივე შავი ზღვის ქუჩა. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო. გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. დღეს განვიხილავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქული ერთ-ერთი იარაღწარმოებელი ფირმის ATA Arms-ის ნაწარმს. ეს ორი მოდელი გვაქვს ამ შემთხვევაში წარმოდგენილი. ATA Arms CY, იგივე ATA Arms C, რომელიც გაზოგადოებრივი მექანიზმით არის აღჭურვილი და მეორე მოდელი გვაქვს ATA Arms DO12, რომელიც არის ინერციული სისტემით აღჭურვილი ბენელი ინერცია სისტემაზეა. ყურადღება მინდა გავამახვილო დასაწყისშივე, რომ ეს ორივე მოდელი ძალიან ლამაზი კონდახებით გამოირჩევა. სხვათა შორის მსგავსი კონდახი ძალიან იშვიათად შემხვედრია ხოლმე და რას ფიქრობ, რატომ მოხვდა საერთოდ ATA-ს კონდახზე ასეთი ლამაზი ბუნების ნამუშევარი? ძალიან ლამაზი არის, ოღონდ ლამაზია. ის სხვათა შორის იტალიურ თოფებზეც მიგნება ხოლმე ესეთი ლამაზი კონდახი, რომელიც ასე თამაშობს მზეზე და არ დაგავიწყოთ, რომ მშრალია კონდახი და ეს ზეთი დამუშავების შემთხვევაში, სელის ზეთი დამუშავების შემთხვევაში ბევრად უფრო პრეზენტაბელურად გამოჩნდება კადრშიც და ვიზუალშიც საერთოდ ჯამში. მე რამდენადაც ვიცი, სპეციალურად არჩევენ ხოლმე მაგალითად ყიდვის დროს ადამიანები, რომ რაც შეიძლება ლამაზი კონდახი იყოს და ბერეტას ფირმას საქართველოსდან გაქონდა კაკლის მასალა, კოლოსალურ თანხად იყიდებოდა მე ეს მასალა მეიარაღებს და სხვათა შორის საწყენი ის არის, რომ ხშირად ამ მასალას მოიხსენებდნენ როგორც თურქულ კაკალს. არა და ეს ქართული კაკალი იყო. კახეთიდან გადიოდა დილაუდანობით. კაი, ირაკლი, მოდი ძალიან მარტივი შეკითხვით დავიწყოთ. ამ იარაღის ფასი რა არის, ეხლა რომელიც კაცი გეკა? 1890 ლარი. საკმაოდ ბიუჯეტური იარაღია და საკმაოდ ხარისხიანი და მუშა იარაღია. გაზოგადოებრივი სისტემით არის აღჭურვილი. კი ბატონო. ჩაკეტვის სისტემა შემოხედე. ეს სოლისებური ჩაკეტვის სისტემით არის. ხვევიდან ზევით რო კეტოს აი ამ ადგილას. აი, ლულის ჭრილი თუ გამოჩნდება, რავი, მე დავშალოთ თუ ინდა და ისევ ნახოთ. მიეთქმით მიბჯენით ძალიან ბევრ მარიცის და ასეთი ჩაკეტვის სისტემის დროს ხშირად ხდება ხოლმე რომ ნელ-ნელა დაკეტავენ ხოლმე საკეთს. დიახ. ეს ნელ-ნელა რომ არ გაფუჭდეს და ამ შემთხვევაში ეს არ გაისვრის. ამ საკეთს მუშაობის პრინციპი შემდეგ მოგმარებს რომ უნდა დაარტყას ლულის სახაზო ნაწილში და შეეჯახოს თვითონ საკეთი რომ ჩაკეტვა მოხდეს. აი ასე. გასაგებია. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება ღია საკეთი და გასროლა არ მოხდება ეს უსაფრთხოების თვის არის დატოვებული გაკეთებული ეს მექანიზმი ზუსტად. ანუ საკეთმა უნდა შეეჯახოს სრული სახაზირო ნაწილს აუცილებლად. გასაგები გახდა. ესე იგი ამ იარაღის სახელი გვაქვს ATA Arms-ი, რომელიც გამოშვებულია 21 წელში. 2021 წლის მოდელია, კი ბატონო. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. ტოპი არის გათვლილი მაგნუმის ვაზნებზე. სიგრძე არის 71 სანტიმეტრი. 11-16 მოიცა. აბა გადაზომე. 11 ხო. 71-იანია გი სწორად თქვი. 71 სანტიმეტრიანი ლულითა ეცვლება ჭოკური შევიწროებები. სამიზნე თამასა 5 მმ-იანი როგორც სანამდვილ თოფებს შეიფერებათ. კორა შუშემკრები წითელი მარკერით არის აღჭურვილი. თქუშიანი სისტემა, ანუ უჟანგავი თქუში აქვს და ზამბარა 2 წიაგით არის. შეიძლება შიგთავსი ვიხილოთ, როგორია? ბატონო, ვიხილოთ შიგთავსი, რა ხან თხოვე, ისე კი მეზარებოდა დაშლა სიმართლეობა. აი თქუში. დიახ. უჟანგავი თქუში. ერთმხრიანი წიაგა. წიაგას ბოლო-ბოლო მოუგონე სახელი? ძალოვანი მხარი. დიახ, გადასარევი არის. მასე ჯობია. ძალოვანი მხარია. ხო, მასე იყოს. კი ბატონო.
წეხარი ძალოვანი მხარი ორმაგი აქვს მეთქი წამომცდა და ერთ მხრიანი აქვს ეს რომ წამხრიანი არის? მეორე მხარეს არ არის, აბა შემოატრიალე. არა, აი მეორე მხარეს არა. მაჩვენე მეც რომ აი, დავინახო. არა. არა ქონებია. კარგი. ხო. მაგნუმის სულით არის აღჭურვილი თოფითა ძალიან ესეთი მუშა სისტემა მტყუარი და მუშა სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა. ირაკლი, ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი რა. მაგნუმისო ეხლა ახსენე და მინდა ხაზი გაუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად იარაღი იყოს თუ არა მაგნუმის რა. აი, ხო არის მაგალითად არა მაგნუმი იარაღებიც. კი, როგორ არა. მე სიმართლე რომ გითხრათ, დღევანდელ რეალობაში უბრალოდ ტენდენცია შემოვიდა ესეთ და ყველა თანამედროვე ტოპი 60-65 მმ-იანი საბაზით წამოვიდა, ანუ მაგნუმის ლულებით წამოვიდა, თუმცა ვაზნებს მაინც ჩვეულებრივს ხმარობთ ხოლმე ძალიან ხშირად. დიახ. სტანდარტულ ვაზნებს ხმარობთ. და ეგ რას ნიშნავს? ცარიელი, აი მე როგორც ხვდები ახლა კალაპოტი რჩება მაინც ცარიელი, ხო? ანუ ბოლომდე არ ივსება, კალაპოტი არა, ლულის კამურა ოდნავ, ნუ ბოლომდე არ ივსება, მაგრამ ბალისტიკაზეც დიდი გზეგავლენას არ ახდენს მაინც და მაინც. თუმცა წარმოებელი ირწმუნდება ხოლმე იარაღის წარმოებელი, რომ თუ გინდათ მაქსიმალური ეფექტური შედეგი მიიღოთ თოფის წროლის დროს, გამოიყენეთ შესაბამისი კალიბრის ვაზნები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაგნუმის ლულებიდან უპრიანია ვიხმაროთ მაგნუმის ვაზნები, ანუ 76 მმ-იანი ვაზნები. თუმცა 70 მმ-იანი ვაზნებსაც ჩვენივრად მოიხმარს ასეთი ტოფები. გასაგებია. პრინციპულია და გასათვალისწინებელია ის, რომ მეტი ზომის ვაზნები არ უნდა ჩავალაგოთ ასეთ ლულებში. ჩადებით, ჩაიდება ლულები და იკეთება კიდევ ოცაკეტი, მაგრამ არ არეკომენდირებულია ასეთი ვაზნების ხმარება ისეთ ლულებში, რომლებიც არ არის გათვლილი საამს. ძალიან კარგი. ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ ესეთი რა. რესურსს საერთოდ რატომღაც კითხულობს ხოლმე მომხმარებელი ლულაზე. კი ბატონო. მოთხოვნას აქვს ადგილი კონდეს? არა, პრინციპული მოთხოვნა არა, იმიტომ რომ რესურსი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. თუ რა ინტენსივობით ხმარობთ იარაღს, როგორ ვაზნებს ხმარობთ, რა ინტენსივობით უვლით წმინდავთ და აკეთებთ თუ არა იარაღის რევიზიას 6 თვეში ერთხელ მაინც. რევიზიაში მოიაზრება ბოლომდე დაშლა იარაღის და საკვანძო დეტალების და ნაწილების შემოწმება და თვალიერება. გასაგებია. ჟანგვაზე მიდრეკილება ექნება. ჟანგვაზე მიდრეკილი არ არის ეს მოდელები, გამომდინარე იქიდან რომ თვითონ კალაპოტი აი ეს ივერი არის მსუბუქი შენადნობის, რომელიც კოროზიას ძალიან მედეგია ხო? კარგად ეგუება, ეგუიტანს. გარდა ამისა დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელიც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს კიდევ კალაპოტის და ლულებით უკვე ქრომშემცველი ლულებია, ლულაში იქიდან ქრომირებულია, მაგრამ თვითონ მეტალის შემცველობაშიც ბევრია ქრომი და მოლიბდენი და ჟანგვისკენ მიდრეკილები არ არის. ანუ თანამედროვე ფოლადები ესენი უკვე ჟანგვისკენ მიდრეკილები არ არის, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე რუსული იარაღზე, მე არ ვაყენებ არც რუსული იარაღს და არც. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული წარმოების იარაღები ჟანგვისკენ უფრო მიდრეკილები არიან. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მეორე იარაღსაც ხედავ დაბლადევს, ეგ რა იარაღია? ეს უკვე არის ატარმს ნეო, ახალი ნეოა, ეს უკვე გვაქვს ინერციული სისტემით. იქ თუ ჩვენ დაფარვა ქონდა გრინი, ეს არის შავი კალაპოტით უკვე დაფარვა. აი ეს არ შემიძლია რა რო არ გადავიღო. კონდახიც ძალიან ესეთი საოცარი ნახატი აქვს რა. ლამაზია. უკვე ეს მუქ ფერში გამოვიდა. საერთოდ რამდენიმე ფერში მერყეობს ხოლმე კაკლის მასალა, რომელთაც კონდახებს დადება, ეს არის ღია თაფლის ფერიდან ეწყება და მოწითალო ფერში გადადის. ჩემბერდას ძვირფასი საერთოდ რომელი არის? ნახატს გააჩნია და ფერს რა უფრო ძვირფასად ითვლება, უფრო მუქი ფერის მოწითალო ფერში გარდამავალი შავი ლაქებით, ჩიტის თვალს ეძახიან, თუა ჩიტის თვალიან, ყვამლის ეფექტით თუა. ნუ ნახატ გრადაციების მიხედვით ალბათ გრადაციამდე არა. გასაგებია და ამ მაღაზიაში ამის გამო იარაღს უფრო მეტი ფასი აქვს თუ არა? ამ შემთხვევაში არა. ანუ სტანდარტულად არის, ესეთი ნახატით იქნება თუ რამე განსხვავებით, მაინც სტანდარტული ფასი იქნება, ხო? ხო, ეს მოდელი თვითონ ისეთი მოდელია, რომ არ წარმოადგენს რაღაც ისეთ განსაკუთრებულს, თუმცა ესეთი კონდახეთი რო ყოფილიყო მაგალითად იტალიური წარმოების ოლულიანი ან ცნობილი ფირმის, რომელიც იქნებოდა დაახლოებით ასეთი ტიპის ასეთი გრადაციის კონდახით, რა თქმა უნდა, იმას ფასი ცოტა ესეთი იქნებოდა. თავიდანვე ჩადებული იქნებოდა, რომ ესეთი გაკეთებული იყო და იქნებოდა კონკრეტული ფასი იმას. ამ შემთხვევაში ფასი ამ კონდახის გამო ამას მომატებული არ აქვს, იმიტომ რომ სულ რაღაც 2159 ლარი ღირს ეს მოდელი. ინერციული სისტემა, მაგნუმის ლულითაა, აქ თუ ხავაიანი დაფარო ქონდა, აქ უკვე პრიალა დაფარვით არის ლულა, 5 მმ-იანი სიგანის 300 თამასაა, ლულა 76 სანტიმეტრია.
ბენელი ინერცია სისტემით არის აღჭურვილი ეს კონკრეტული მოდელი, შუქშემკრები წითელი მარკერითაა და ნავითავოკით რომ ნახევარვონზე კეთავს და ზამბარა მოთავსებულია კონდახში. უკვე მოქმედების ზამბარა მოთავსებულია კონდახში. ინერციული რო არის, შეიძლება ვიხილოთ. ვიცი რომ გეზარება ხოლმე, მაგრამ მე მაინტერესებს. არაფერი არ აღწია. გასაგებია. ერთ გუში. გასაგებია. პირდაპირ ლულა. უკვე მოქმედების ზამბარა მოთავსებულია კონდახში. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. წარმოგიდგინეთ ეს ორი კონკრეტული მოდელი თურქული წარმოების საანდრიო გლუვული ანთობისა. გავაკეთეთ დახასიათება ახსნა. იმაში გახსენებთ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ქალაქ თბილისში მაღაზია ტექსტილ კალიბრის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფილიალში, რომელიც მდებარეობს ლეხ კაჩინსკის 20 ნომერში, იგივე შავი ზღვის 20 ნომერია. გელოდებით, მობრძანდით, დაგვაფასეთ, ნახეთ ჩვენი მაღაზია. შეიძლება თქვენი სასურველი სანადირო ლულოვანი ტოფები, ანუ ხრახნი ლულიანები. იმეგობრეთ ჩვენთან და იმეგობრეთ არხთან. დროებით.